არჩევანია მე ნატო გოგელი ვარ და დღევანდელი ჩვენი დებატების სტუმრები არიან ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი და პარტია ქართული ოცნების ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და გურამ ჩალაგაშვილი, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი და პარტია ახალი საქართველოს თავმჯდომარე და ერთ-ერთი ლიდერი. დიდი მადლობა ბატონებო სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონო გურამ, თქვენ განსაკუთრებულ მადლობას გადაგიხდით, იმიტომ რომ აქტიურად მონაწილეობთ ჩვენს ყოველდღიურ დებატებში და ხვალაც გიწევთ ყველა კანდიდატთან ერთად დებატების გამართვა. ბატონო, დავიწყებთ თქვენით საუბარს. გურია ნიუსმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მასალა ეგრეთ წოდებული პლაკატების ომის შესახებ. სააგიტაციო მასალები თითქმის ყველგან არის განადგურებული და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ ვლადიმერ ლოთათიძემ კითხვაზე რატო არ რეაგირებს სამსახური, რომელსაც ეს ეხება, გვიპასუხა, რომ ის ვერ ხედავს, თქვენ თუ ხედავთ დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებს, სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში, როგორც წესი, ქართული ოცნების კანდიდატის პლაკატებია დახეული და რა რეაგირება ახდენთ ამ მიმართულებით? მე მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მაგრამ თქვენის ნებართვით სანამ ამ შეკითხვას უპასუხებდე, მე უნდა მომცეთ 2 წუთი, რომ წინა ეთერში ბატონი გურამის გაკეთებულ განცხადებებს უპასუხო, რომელიც ჩემი აზრით არ შეიცავდა რბილად თქვა სიმართლეს და ზოგ შემთხვევაში შეურაცხყოფელიც იყო. მე გულისხმობ იმას, რომ თითქოს არაფერი გაკეთებულა, გულისხმობ იმას, რომ SMS-ები მოსდის ადამიანებს და უკვირთ ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩოხატაურში ყველამ კარგად იცის რა გაკეთდა, ისიც კარგად იციან და ჩვენ კარგად ვიცით რა გაკეთებული და რა გასაკეთებელი, მაგრამ მე უბრალოდ არა თქვენთვის, არა ბატონი გურამისათვის, რომელმაც კარგად უწყის ასევე გაკეთებული საქმეების შესახებ, მინდა თქვენი ეთერის მაყურებლებისათვის უბრალოდ თქვა, რომ აი ჩამონათვალე 2014 წელს პიროსმანის ქუჩა, 2015 წელს ჯალაღანიას ქუჩა მოასფალტებული, პიროსმანისა და ლესელიძის კვეთა, 2016 წელს ნინოშვილის ქუჩა, თქვენ ერთად ვიყავით, ახსოვს, ერკეთის გზის სასასვლელი, ასევე გორაში გაკეთდა გურიის ქუჩა. რაც თავარია ის სამარცხვინო ლაქა, რომელიც იმ ხელისუფლებამ დაგვიტოვა, რომელსაც ბატონი გურამის პოლიტიკურ სიმპათიებს იმსახურა და ნაციონალურ მოძრაობას. აი ასეთ იყო ჩოხატაურის აგრარული ბაზარი. აი ასეთია დღეს. გარდა მაგისა 14 ოჯახს სახელმწიფო აი ესეც კარგად უწყით თქვენ, იმიტომ რომ ერთი შეხვედრა ამ სტუდიაში გაიმართა ბატონ სოზარ სუბართან 14 ოჯახს შეუძინა სახლი. აი მე წარმოგიდგენთ, გულნაზი კიკვაძე ცხოვრობდა ნალიის ქვეშ. და დღეს მოასფალტებულ ქუჩაზე, გოგიბერდის გაგრძელებაზე აი ესეც სახლში ცხოვრობს. არჩევის შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ ბიჭიკო ახალაძის სახლი იყო ასეთ მდგომარეობაში. დღეს ცხოვრობს აი ასეთ სახლში. და ამის გარდა არის კიდევ 12 ასეთი სახლი. რაც შეეხება თეატრს, მე მგონი ეს ყველა კარგად იცის. აქვე მინდა ბატონ გურამს შევახსენოთ ჩვენი პირველი დებატები, როდესაც ორივე კანდიდატები ვიყავით, მაშინ ბრძანა რომ აი თემურ ჭკუასელმა რა გააკეთა, შესაბამისად ფულიც კი გადაკაჩა ოზურგეთში ქარხნის ასაშენებლად, სახელმწიფოსთან დაფინანსებაზე იყო საუბარი. დღეს ბატონი გურამის დამიდასტურებს, რომ განადგურებული ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე დღეს ფუნქციონირებს საწარმო, რომელიც უშუალოდ თემურ ჭკუასელის, როგორც ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ძალისხმევით განხორციელებს. ბევრი პრობლემა შეიძლება არის, მაგრამ ამისი არ განახო არ შეიძლება. მშენებლობის საკითხი იყო 2012 წელს გადაწყვეტილი, გურია ნიუს ამის შესახებ აბსოლუტურად არ გეთანხმებით. ერთი წუთით დავასრულებ და ეს კიცებულებები. ყველა შორის ინტერიერი შემიძლია გაჩვენოს. არქივში ძალიან ბევრი 2012 წელს, იმიტომ რომ ჩვენ ერთი წლების განმავლობაში წევით სისტემატურად ამ პრობლემის შესახებ. 2012 წელს არსებობდა პროექტი, რომელიც გააკეთა ინფრასტრუქტურის იმდროინდელმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და არ შეგვიძლია ესეც არ აღნიშნოთ 2012-ში თქვენ გინახავთ ეს პროექტი? ხარჯდაღრიცხვა გინახავთ? არ ამგონია. ჩვენ მოვიძიეთ და ვერსად ვერ ვიპოვეთ. იყო მხოლოდ ბანერი. აი ეთერის შემდეგ მაჩვენეთ. აუცილებლად. რამდენი ხანი გავიდა? 79 წელს დაიწყო ნატო. ხელისუფლება შეიცვალა და
ეს ხელისუფლება შეიცვალა გარემო ჩოხატაურში და კულტურის სახლი აგერ ამწყინებულია ცენტრში. უნდა დავივიწყებთ იმას, რომ ამ ყველაფერში არის გურიანიუსის ძალიან დიდი წვლილი, რომელიც სისტემატურად წერდა ამ პრობლემის შესახებ და ასევე არ უარყოფთ იმას, რომ შემდგომში ეს პროცესები თემურმა ჭკუასელმა ძალიან წარმატებით გააგრძელა და დღეს ასევე სხვათა შორის სტუდიაში წყალი რო ქონოდა, კაი იყო, იმიტომ რომ შეიძლება მოგწურდეს დავლიოთ შესაბამისად ამას ეხლა შეგნებულად იმიტომ ბატონი გურამი მეუბნებოდა მახსოვს მახსოვს და გვაქვს ხოლმე იმიტომ რომ დაძაბული დებატების დროს ქონდა ჩვენ არ გვემუქრება წყალი იმიტომ ვახსენე რომ მაშინ ბატონი გურამი მეუბნებოდა რომ აი არჩევის წინ რომ აი წყალსადენი 24 საათიანი წყალმომარაგება ხო არა უბრალოდ წყალი ხალხს 20 წარმოადგენს თუნდაც იყენებენ ხოლმე გადაცემაში და ამიტომ თქვენ არ გისმოდით ჩვენ ავუძალეთ წყალი უნდა გამოვიყენოთ პირდაპირ დანიშნულებით. არა ოპონენტისთვის შესაძლებლად. აი ეს თემებია და კიდევ ერთი განცხადება გურამ ბატონო არ შემიძლია რო არ გითხრათ რა. თითქოს 4 სოფელში რომ 4 საქმე გაკეთებულიყო თქვენს თემში გაკეთდა საინტერესო დამთხევა 51 მცირე და საშუალო პროექტი. ასევე ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ ზეწოლები ხორციელდება და მაგალითად მოიყვანეთ რომ თითქოს ერთ-ერთი თანამდებობის პირმა დაიბარა ადამიანი და დაემუქრა. თქვენ შეიტანეთ, თქვენმა პარტიამ შეიტანა უწყებათა შორის კომისიაში და იქაც იყო სიცრუე, რომ თითქოს დაემუქრა ადამიანის სოციალური დახმარების მოხსნით. იმას რაც არ აქვს როგორ მოხსნით. გავსი და არ შეუტანე არავის ბატონო. ჩვენ ზუსტად საუწყებათა კომისიამ დაუდასტურეთ ჩვენ რომ არც იმ ადამიანს ვიზეც იყო შეტანილი უწყებათა შორის კომისიაში ვერ შევიტანეთ ელემენტარულად იმიტომ რომ პარტია მაშინ არ იყო რეგისტრირებული როგორც არა ბლოკი არ იყო რეგისტრირებული პარტიაც არ იყო ამიტომ არა ეს გამოკითხვა გაკეთდა ამასთან დაკავშირებით კომისია არ არსებული პარტიის საჩუქრს არა გამოკითხვა გაკეთდა გამოკითხვა არ გაძლევენ სწორი ინფორმაციას თქვენ არა სწორი ინფორმაციას გვაძლევენ კი არა პირდაპირ უთხარით ჩვენ რომ ადამიანს არ ქონდა სოციალური დახმარება და ამ ადამიანზე ხდებოდა აპელირება რომ თითქოს მას დავემუქრეთ სოციალური დახმარების პლაკატებთან დაკავშირებით ზე შემიძლია თულა გითხრათ ერთი რამ იცოდი ბუნებრივია რომ ეს კითხვა თქვენგან წამოვიდოდა თქვენ ხომ იცით კანონი რას გვეუბნება რაც შეეხება სამსახურის უფროსის განცხადებას მე არ ამგონია ინტერპრეტირება მოხდა ჩემი აზრით მე მას ვესაუბრე არა ვესაუბრე და რატო ადამიანი ამბობს იმას რომ დახეულის კი ვერ ხედავ, ვინ ხევს იმას ვერ ხედავ და მე პირდაპირ ეს ბატონ გურამის და მის პოლიტიკურ ორგანიზაციას არ ეხება, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ პატარა ბავშვებს ქირავენ, აძლევენ თანხას, თქვენც აღნიშნეთ რომ ჩვენი კანდიდატის პლაკატები ყველაზე მეტად დაზიანებული და აკეთებენ. სხვა შემთხვევაში პირდაპირ კანონი განსაზღვრავს. თუ კერძო საკუთრებაზეა შესაბამისად თანხმობა ჭირდება კერძო მესაკუთრის კერძო მესაკუთრეს თანხმობის არარსებობის შემთხვევაში შემდეგ არის პროცედურები CSKO-სთან მიმართვა და მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება გააჯარიმოს ამ ხრივ. სიტყვით თქვენი სამსახურის უფროსმა ის ვერ ხედავს როგორც ჩანს ამის პრობლემა აქვს. მაშინაც ვერ ხედავდა როდესაც დაზიანებული ობიექტების შემოწმებას ერთად ვახორციელებით ვერ ხედავ და იმ ობიექტებს რომელიც დაზიანებული იყო ბაღების განვითარებად და ხშირად ვლადიმერ ლომთაძის მიმართ რატომ ხართ სუბიექტური იმიტომ რომ ასე მგონია რატომ რომელიმე შემთხვევა იყო არაზუსტი არა არაზუსტი არა გამძაფრებულად გამოგავთ ვაშუქებთ იმას ერთ შემთხვევაში ვერ ხედავს დაზიანებული ობიექტებს თუმცა მე კი ბატონო და ახლა საარჩევნო გარემოზე თუ გადავალთ ხო ეხლა ჩვენ ჩვენი არ ჯერათ თქვენ ნაკლებად მაგრამ ჩვენს ოპონენტებს მაგრამ ჩვენ ამ კაცს მაინც დაუჯერეთ იანკელის აი რას ეს ცნობილი განცხადება ხო მე ვისურვებდი რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ისეთი კარგი იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც როგორც საქართველოში. ბატონო გურამ რამდენიმე საკითხი ჩამოთვალა ბატონმა ირაკლი. დავიწყოთ როგორ ფიქრობთ ამერიკას ჩვენი კამპანია ესე ვთქვათ ეხარება აქედან დავიწყოთ. ზოგადად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები როგორც წესი არჩევნების დასრულებამდე არაკეთებენ ხოლმე ასე ვთქვათ კრიტიკულ განცხადებებს და მხოლოდ მარტი მაგალითს მოვყვანთ საბჭოთა არჩევნების დასკვნა რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია მე ხოლმე კარგად იცით თუ რა საკითხებია მაშინ მოყვანილი ანუ რა როგორ მიდის საარჩევნო კამპანია და რანაირად ამაზე ახლა აზრი აღარ აღსაუბარს 5 თვე დარჩა არჩევნებამდე და და დღეს უკვე რასახის ეწოლა არის და როგორ არის ამას ყოველ შემთხვევაში აზრს ვერ ვხედავ ახლა ამაზე საუბარს იმიტომ რომ მაინც გააგრძელებენ იგივეს ასე არის ყოველთვის ეს როცა ხელისუფლებაში არიან დღემდე ასე ყოველ შემთხვევაში იმედია 9 როცა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში მსგავსი აღარ გაგრძელდება და ძალა აღმარცხნავს ეს ტერმინი აღარ იარსებებს
რაც შეეხება SMS-ებს, ბატონო, და რაც შეეხება იმ 6 თუ 7 პროექტს, რომელიც თქვენ ვაჩვენეთ. თქვენ ხელისუფლებაში იმიტომ ხართ 4 წელია, რომ 7 პროექტი კი არა, 70 პროექტი უნდა განახორციელოთ და ამას ძალიან ხუთი უნდა ამოვიდეთ მოცეთ მოსახლეს, რომ რომელიღაცა ქუჩაზე ასფალტი დააგეთ, რომელიღაცა ქუჩაზე გაიყვანეთ წყალი. თქვენ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ, რომელიც ამოვიდეთ, რომ რა ვქნათ ასფალტი ვაჭამოთ, ხავს იგივე კითხვა დაგიშვათ, ეხლა მე არ დაგიშვათ იგივე კითხვას, იმიტომ რომ ან გონია რომ ეს კითხვა ან თქვენი პარტიიდან წამოსული ყოფილიყო სწორი, ან ჩემგან წამოსული იყო სწორი. ხელისუფლებაში იმიტომ მოგიყვანათ ხალხმა და იმიტომ უთხრა წინა ხელისუფლებას უარი, რომ თქვენგან ელოდება და უკეთეს. და არა მარტო 7 იმის აქვე ქუჩის მოასფალტებას, ასე რომ 16-ის გურამოდონ. თუ გინდათ 36 იყოს თქვენი ვალდებულება ბატონო, ეს რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ასფალტი. თქვენ ხართ ხელისუფლებაში, თქვენი ვალდებულებაა ის, რომ ყველა სოფელში უნდა იყოს ნაგვის ურნა, თქვენი ვალდებულებაა ის, რომ ყველა სოფელში უნდა იყოს მოწესრიგებული გზა, თქვენი ვალდებულებაა ის, რომ ძალიან ბევრ სოფელში არ აქვს სასმელი წყალი და ელემენტარული ტექნიკური წყალი, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეს წყალი. მაგალითად, მოგხსენებთ ქვემოეკეთის მაგალითს, გუთურის მაგალითს, ხალხი წყლის გარეშე არის და იხჩობიან, არ აქვს. რაც შეეხება იმას, რომ 16 მცირე პროექტი გაკეთდა ჩემს თემში, 41 მცირე პროექტი თქვენს თემში. 51 თუ გაკეთდა, კარგია, 51 სიმბოლოა. შემიძლია გაჩვენოთ. კი ბატონო, მესმის, მაგრამ მე ერთი რამე მინდა გითხრათ, რა არა იმიტომ, რომ მართლა არ ვარ მე ის ადამიანი, რომ რაღაცა გამოკიდება და ის დავიწყო და რაღაცა იმას აქვს, მაგრამ ახლა ჩვენი თემი შედგება ორი სოფლისგან, ეს არის ზიანეული და ეს არის ბუკისციხე და წამოვიდეთ ერთად გავიაროთ აქედან და ამ 51 პროექტიდან რამდენი არის ზიანეულში გაკეთებული და რამდენი ბუკისციხეში ერთად დავითვალოთ. მე მესმის რომ ბუკისციხეში ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა. მადლობა თქვენ ამისთვის. ძალიან ბევრი განახვისთვის. ძალიან ბევრი ხო, როგორც მეგონება ძალიან ბევრი ადგილას ასფალტი დაიგო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე შეგნებულად არ ვიკადრე და არ გამიკეთებია ის, რომ ერთადერთი პროექტი, რომელიც თქვენ განახორციელებთ, ეს არის წისქვილის მშენებლობა იანეულში, რომელიც არ მუშაობს, შეგვიძლია შევამოწმოთ ეხლავე და მეორე ახლა იყო დაახლოებით 3 კვირის წინ თვალწები გზის როგორ მოხრეშვა ხო, თუ როგორ ეძახთ ამას. კი, რაღაც უზარმაზარი ლოდები, რომელიც დაიყარა დღემდე ის ლოდები ჩვენ ბიჭებმა ახალგაზრდებმა საკუთარი ხელით რომ მივალაგეთ გვერდებზე, რომ მანქანას გავლა არ გაჭირებოდა. ამაზეა საუბარი. მე იმას კი არ გეუბნები თქვენ, რომ რატო გაკეთეთ ბუკისციხეში? ბუკისციხეში გააკეთოთ კი არა, ყველგან უნდა გააკეთოთ, ეს თქვენი ვალდებულებაა. მე სხვა იქ არაფერი მინახავს გაკეთებული და რა ის თუ რაღაცა 15 ოჯახს არ ქონდა წყალი და ამ წყლის სათავე ნაგებობა შერემონტო და სხვათა შორის შეგიძლიათ გადავამოწმოთ გურამ ჩალაგაშვილის დახმარებით და თქვენ მარტო ვერაფერი ვერ შეძლებთ და მე პირადად ეს გადავამოწმე სხვათა შორის და არ დამიდასტურეს რომ თქვენი ჩარევა ამ შემთხვევაში იყო ქმედითი ფიზიკური მოხმარების თვალსაზრისით არა ფიზიკური არა მხოლოდ შეგიძლიათ გადავამოწმოთ ჩვენ ამაზე ვანოკე გელიძეს გადავამოწმე ვანო მაგას ვერ შარშანი იყო არა არა ეს არ ეხება შარშანი იყო ეს და რაღაცა ასე რომ საკმაოდ ამ შემთხვევაში ანუ ეხლა ვინავის და ეხმარება მაგის აღსალაპარაკო არ არის კარგი ეხლა გადავიდეთ თქვენ უნდა გითხოთ ხშირად ამბობენ ხოლმე იანეულის შემთხვევა რო ვთქვათ რომ თავში პროექტს ახორციელებს თქვენც ეთანხმებით ამას რომ რაღაცებს აკეთებს მისის არა ბატონი გურამის განხორციელებული პროექტები მე რაც ვარ ხელისუფლებაში და გამგებელი ვარ მე არსმენია თუ არ ჩავთვლით იმას რომ ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ტაძრის მშენებლობის თვალსაზრისით მანამდე გაზიფიკაციის ხო არა გაზიფიკაციის საკითხი რომელიც მივიდა ცენტრამდე და სამწუხაროდ ისე იყო დაპროექტებული რომ ბუკისციხეზე იქიდან გადაყვანა შეუძლებელია რაც შეეხება გაჩერებულებად არა არა შეუძლებელია იმიტომ რომ კვეთი არ იძლევა ამის საშუალებას როგორც სპეციალისტები მეუნებენ ბატონო გურამ ეხლა თქვენ დამდენ ბრალი რომ ბუკისციხეში არა არ დამიდია ბატონო კი ბატონო პირიქით მე მადლობა გადაიხაზეთ რომ კარგია რომ იქ აკეთეთ მაგრამ ჩაგრავთ მაგრამ არ უნდა დავჩაგროთ სხვა კი ბატონო გეთანხმებით მაგრამ მე ძალიან მომწონს ის რომ გურის პას ძალიან ლამაზად გაკეთდა ეს სხვათა შორის გურის პას სულ არ ვიწერთ ხელისუფლება ჩვენ არა ნუ მე ხო იმიტომ რომ ეს იყო ადამიანების არ ვიწერთ ჩვენ ეს იყო ინიციატივიანი ეს იყო ინიციატივანი ადამიანების მათ შორის გაღმა და გამოღმა ბუკისციხელები იანეულისელები ძალიან კარგი არის ამ ეს არ არის თემის განხილვისაგანი კარგი არის პირიქით გეუბნებით რომ მომწონს კარგია და ადამიანებს ჩვენ ვაპირებთ და აუცილებლად განვახორციელებთ აი მე მაგალითად კარგია მე გეუბნები ცუდად ხო მართლა მაქვს იმის ოცნება რომ აი ეს წრე მთლიანად ბუკისციხიდან ქვემოერკეთის ცენტრალურ გზამდე მოასფალტეს. ეს იქნება არაერთი წლის გასახორციელებელი პროექტი, მაგრამ აი ამაზე არ გიპასუხებ. ინიციატივით გაკეთდა თუ არა გაკეთდა იმ ადამიანების ინიციატივით ჩვენ კი ქეთინოს სიხარულის ინიციატივა იყო, ვანოკე გელიძის ინიციატივა იყო ჯაბას ინიციატივა იყო, ანუ იმ ადამიანების ინიციატივა იყო, ვისაც შეუძლია ძალიან მცირედი დანახარჯები, ჩვენ მხოლოდ 2500 ლარი გამოვუყურეთ. არის დღეს ოპოზიციური პარტიის დეპუტატი და ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე. ქეთევან სიხარულიძე არის
ხელისუფლების მხარდაჭერი პერსონა, დეპუტატი ის ჩვენ საკრებულოში. როგორც ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარე. ის ხელფასს იღებს იმისათვის, რომ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა თავის ორივე სოფელში და ძალიან კარგად ემსახურება ამორჩენ. მე ვარ იმისი მოწვე, მათ შორის იანეულის მოქალაქეებს, რომლებიც ქალბატონებს განსაკუთრებით, რომლებიც ურეკავდნენ და მეც ვარ შემწრე, ბევრ პრობლემას თან დაკავშირებით უგვარებდა კიდეც. უბრალოდ სხვა რა თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ადამიანი, რომელიც ხელფასს იღებს, როგორც ნატო ჩემო კარგო, ეს თემა, მაგიკითხეთ ეროვნულ ფორუმს, ეს თემა არ არის ჩვენი დებატების საგანი, შესაბამისად ამაზე ამ ძვირფას დროს ნუ გავკარგავთ. მე გიპასუხეთ. კარგით, გავაგზავნეთ მაშინ მე თქვენის ნებართვით. ნუ რაც შეეხება SMS-ებზე, მე რო გავამახვილე ყურადღება ბატონებული. მოდით პირდაპირ გეტყვით რა რომ ხელისუფლებაში 4 წელი სრულად შესრულებულია ხო, რაც ხელისუფლებაში ხართ. ქართული ოცნება 4 წლის შესრულებამდე ორკვირით ადრე. ნუ იმ ერთ წელს თუ არ გამოვაკლებთ, მიხეილ სააკაშვილი არ გეშლებოდა არაფერს ყოველ შემთხვევაში და თქვენი მოადგილე იყო მაშინ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ასე რომ მაგ პრეტენზიას არავის არ მიიღებს, მით უმეტეს არც მე და არა, მაგი არ მიგულისხმია, მე ცენტრალური ეს SMS-ების გამოგზავნა ეხლა რო გაახსენა ხელისუფლებას, აქამდე სად იყავთ აქამდე. აი გეტყვით, აი SMS-ებს თუ შეიძლება რომ გიპასუხოთ. ამ SMS-ები მე როგორც ვიცი, ჩვენც ვაგზავნით SMS-ებს, მაგრამ პარტიას აქვს მისი დაფინანსება და იგზავნება პარტიის წევრებზე შეტყობინების სახით, მაგრამ ძალიან ზვირიჯდება ეს ყველაფერი და ეხლა იმაში ნუ დამარწმუნებთ რომ ეს SMS-ები იგზავნება ან რაღაც საჩუქარის სახით ან რაღაცა ფული ხარჯება სახელმწიფო არა მაგაკეთ ამ თემაზე მოკლევარ აი უნდა გიპასუხოთ კარგი შეკითხვა გიპასუხებთ სხვათა შორის არანაირი კავშირში ეს არ არის მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან და რატო ყველა ქალაქში და რაიონში არა გითხრათ როდესაც გასულ წლის შედეგების შედეგად 10 ინოვაციური პროექტი იქნა შერჩეული, მათ შორის ჩოხატაურიც მოხდა იმათ საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის. ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური პროექტი იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტი. სწორედ მაშინ მოხდა ამის განზოგადება და ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერში გამარჯვებული მაგთისგან. სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება ეს. და რატომ ახლა სრულდება? ხარჯება მეთქი ამას. კონსოლიდირებული ძალიან მცირე. სადღაც ჯერჯერობით ჩვენ რაც SMS-ი გავაგზავნეთ და გავაგებინეთ ადამიანებს, ეს არის იმ პრაქტიკის განზოგადება, შეიძლება 120 ლარამდე. ჯამში 250 ლარამდე არაშორდება ამას. ერთი SMS. არა, მთლიანად 7 SMS-ი რაც იყო. ეს შეიძლება მე ეს დეტალები ხზებინათ არ მაქვს, მაგრამ რას ლაპარაკობთ? ეს შეიძლება კონსოლიდირებული ტენდერის შედეგია და სრული კანონის დაცვა. მე გასაგები ყველაფერი თქვენ რა თქვით რომ ანუ როცა დასრულდა მაშინ წამოვიდა SMS-ები, ანუ 16 პროექტი გაკეთდა გზა, მხოლოდ 4 წლის თავზე. არა, მხოლოდ ეხლა თქვენ არ თქვით ბატონო, როცა დასრულდა მაშინ წამოვიდა SMS-ები და ბოლო 3 თვეში რა პროექტები დასრულდა ზუსტად იმ დასახელებით, რაც ჩვენ გვაქვს ასახული ფინანსთა სამინისტროში, შესაბამისად ჩვენს პროფილურ სამინისტრო იმ დასახელებით, ანუ პროექტის დასახელებით ეგზავნება და გისურვებ წარმატებულ დღეს. ამაში ცუდი რა. ჩვენ ამას გავაგზავნეთ. მოდი რეკლამა ვნახოთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. Audio Jungle. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც ჯანდაცვა ხელმისაწვდომია ყველასთვის. განათლება კი უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის ახალშესაძლებლობებს. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც მოპოვებული თავისუფლებით და სწრაფი განვითარებით ჩვენ მივახცევთ კეთილდღეობას. ქართული ოცნება. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც ჩემი ქვეყანა ბრუნდება ევროპაში და სწრაფი ნაბიჯით მიიწევს წინ 7 ცხოვრებისკენ. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც მოპოვებული თავისუფლებით და სწრაფი განვითარებით ჩვენ მივახცევთ კეთილდღეობას. ქართული ოცნება. ჩვენ
ისევ ეთერში ვარ და ვაგრძელებთ დებატებს. ბატონო იკლი, ერთი შეკითხვა მექნება თქვენთან ერკეთის გზის ფოტო მოიტანეთ და მაინტერესებს იგეგმება თუ არა 2017-ში ერკეთის გზის დაგება, ანუ გაქვთ თუ არა უკვე ჩასმული რომ ერკეთში გზა მთლიანად დაიგება, ან თუ არა რომელიმე გათვალისწინებული კონკრეტული მონაკვეთი უნდა დაიგოს. აი, ვერ გავიგე შეკითხვა, ერკეთის გზას ცენტრამდე მისასვლელი გზა უკვე ასფალტირებული. კი, ცენტრამდე მისასვლელი. თქვენ ამბობთ შიდა სასოფლო. ეგ მაინტერესებს. შიდა სასოფლო გზებზე რა გეგმავთ? აქვე მინდა მადლობა ამ შეკითხვისთვის, ვისარგებლო იმ შემთხვევით, რადგანაც ჩვენ აი დაბაში ქუჩების მოწესრიგება ფაქტიურად დავასრულეთ. სულ 3 ქუჩა დაგვრჩა, დოლიძე, ბურჭულაძე, გურამიშვილი, დასრულდა თეატრის მშენებლობა, შესაბამისად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩვენ გვეძლევა იმის საშუალება, რომ სოფლებში განახორციელოთ ასფალტო-ბეტონის გზების დაგება. ჩვენ დაახლოებით 850.000-დან მილიონამდე მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ ისეთ სოფლებში სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა და მართლაც არის ასე პირველ რიგში იმ უბნებში სადაც სასწრაფო ვერ მიდის იმ უბნებში სადაც საზოგადოებისათვის მტკივნეულია ეს საკითხები სოფლის მოცხოვრებლებისათვის პირველ რიგში დავაგოთ შესაბამისად რაც იქნება კონკრეტულად აი ამ თემებზე მუშაობთ ერთი რაც ზუსტად ვიცი რომ აუცილებლად ჩვენ უნდა რეაბილიტირება მოვახდინოთ ბუკნარი ქვენობანი ხიდის თავის გზის ამისი პროექტი უკვე მზადდება შესაბამისად იმ 850 მილიონამდე როცა ვფიქრობ აუცილებლად ერკეთის ნაწილი იქნება თუმცა თქვენ იცით რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალიან კარგი ბეტონის გზა დაიგო იგივე ტაძრამდე არა მხოლოდ მაგ მიმართულებით გორთაფონის მიმართულებით მამათა მონასტრის უდაბნოს მამათა მონასტრის გულისხმობ მართლა გაკეთდა ბევრი საქმე და თუმცა ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ ადჯერ მეტია გასაკეთებელი ვფიქრობთ ამ ადჯერმეტის გაკეთებას 4 წელი გაყოფა თუ კიდევ 4 წელი დაგჭირდება შემდგომში როგორ ფიქრობთ? ყველა ხელისუფლებას ექნება პრობლემა, ფული არასოდეს არ არის საკმარისი, მაგრამ თავარია მოძრაობა, თავარია პროცესი და დარწმუნებულია ჩოხატაურლები ამას აღიარებენ, რომ ჩოხატაურმა ბოლო წლებში იცვალა სახი. გამოცოცხლდა და ამისი დასტურია ნებისმიერი ადამიანი. იმოიც კრიტიკულად განწყობილი იტყვის, რომ აქ გაკეთა, მაგრამ იქ არ გაკეთებულა. აი რაზე გვაკრიტიკებს ჩვენ ადამიანები რომ აი აქ რომ გაკეთდა, აი რაზეც ბატონმა გურამამ ძანა ხო? აი ბუკის ციხეში რომ გაკეთდა, იანეულში და შესაბამისად იანეულშიც გაკეთდება, ჩომელშიც გაკეთდება, კალაგონშიც, აი მე უბნებს ვასახელებ, სადაც უძიმესი მდგომარეობა ჯერ კიდევ. ეს პროცესია და ეს პროცესი გაგრძელდება. ბატონო გურამ, თქვენ რას ფიქრობთ? იცოლა ჩოხატაურმა ამ 4 წლის მანძილზე? ხო, ცოტა გამიჭირდება ობიექტური თვალით საუყურებ ამ ყველაფერს დაეთანხმება თუნდაც რომ რაღაცა ჩოხატაურში გაკეთდა გარდა იმ პროექტებისა, რაც მან ჩამოთვალა. არაფერი გაკეთებულა ჩოხატაურში, ისე როგორც საქართველოში აკეთდება ზოგადად არაფერი, ქვეყანამედის უკან და უკან, ხო? ელემენტარულად სტატისტიკა შეგვიძლია ავიღოთ, რამდენი სოციალურად დაუცველი იყო 4 წლის წინ, თუ 5 წლის წინ და რამდენი არის დღეს. 800.000 და 1.200.000 ახლა ხვალ ეს ყველაფერი. 400.000 ადამიანი 4 წელიწადში და 370.000 ადამიანი დაგებატება საქართველოს მასშტაბით. თქვენი პარტიის ლიდერი რო სხვა ციფრებს ასახელებს თქვენი ბლოკის რომ კიდევ უფრო 500.000-ით გავზრდითო სოციალურად დაუცველთა რაოდენობასო ხო თუ დამასრულებთ თქვენ ყველაფერს კი 1.200.000 არის ასული მე ვამბობ რომ 400.000 დაახლოებით მოიმატა ბოლო წლებში საერთო ჯამში დღეს საქართველოს მასშტაბით სოციალურ დახმარებას პროგრამულებს 470.000 ადამიანი სადაც ოფიციალური მონაცემები და განაცხადი სოციალურ დახმარების მოთხოვნაზე შევსებული აქვს და დაწერილი აქვს 1.200.000 ადამიანს. ჩვენ ვამბობთ რომ მილიონ ადამიანამდე ზუსტად მინიმუმ 1 მილიონი ადამიანი იქნება რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე 1 იანვრამდე მიიღებენ სოციალურ დახმარებას. ეს ის ადამიანები არიან რომლებსაც მოიხსნა არასწორად ამ ხელისუფლების დროს ყველას დაუბრუნდებათ. ეს ის ადამიანები რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ლუკმაპური და სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ იმიტომ რომ თურმე ბაბუა მააშენა დიდი სახლი და ნუ რა ვქნათ ახლა დიდი სახლი აქვს ვერ იგებენ იმიტომ რომ თურმე სახლში აქვს მაცივარი ან ტელევიზორი ან სახლში ყავს 3 წალი ხათამი ან სახლში ყავს 1 წალი გოჭი ან ესე რა ქვია თუნდაც თხა აი ამის გამო ვერ იგებენ ადამიანები მე დავდივარ მთელი ყველა სოფელში კარდაკარ დავდივარ ყველა სოფელში ვიყავ ჩოხატაურშიც და ლაშხურშიც და ოზურგეთშიც თითქმის რა ვიცი ალბათ 80% მოსახლეობასაც შევხვდით უყოლას ერთი და იგივე პრობლემაა უყოლასთან რომ მოვიდა ხურა და მომივიდა 78.000, მომივიდა 85.000. რატომ მომივიდა? კაციშვილი მარიცის. როცა დამინიშეს და მქონდა 70.000-მდე ხულა დახმარება, მაქვს სახში ზუსტად იგივე. რატო მომეხსა დახმარება? არ ვიცი. ადამიანები რავს ამბობენ. ყველაზე მავნებლური რაც აქვს ამ ხელისუფლებას მიღებული, ხო? და არ ვიცი შეიძლება მანამდეც მასე იყო, მაგრამ არ გაასწორა ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი.
1 წლის განმავლობაში ადამიანს უფლება აღარ აქვს მე რომ მიმართოს სოციალურ სააგენტოს და მიიღოს ახლიდან დახმარება. არ ვიცი ხა რა უნდა მოხდეს, სასწავლო უნდა მოხდეს, რომ ეს ყველაფერი მოგვანდეს და რა ვიცი, რა გითხრათ ახლა. თქვენ წეგან ჩამოთვალეთ რამოდენიმე ადამიანი დაასახოთ 15 ოჯახს 15 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ და არა ჩოხატაურმა უყიდა ბინა. მე ვიყავი სოფელ გოგოლესობაში მისულ ერთ ოჯახში და ამ ოჯახში თქვენი წარმომადგენლები არიან ნამყოფები ალბათ ყოველდღიურ გამომივიდეს ალბათ მინიმუმ 10 ჯერ. ესე ყურადღება მიგიქცევია, მაგრამ ვერ მივიყვანია ბოლომდე. ყურადღების მიქცევა არ არის სურათის გადაღება ტელეფონში. მიდიან, იღებენ სურათებს და მოდიან უკან. ამ ადამიანების ცოლ-მეუღლე ცხოვრობენ. ამ ადამიანების სახლზე არის უზარმაზარი ქვა და ეს უნდა იცოდეთ, თქვენ და გაქვთ ეს ინფორმაცია. ეს ადამიანები ღამეს სახლში ვერ ათევენ ღამეს. მეზობლის ნათესავის სახლში ძინავთ. 10 ჯერ იყვნენ მის სურათები. აი თუ შეიძლება რომ სურათები და დასახელი ჩამოწერინოთ, ნუ დავინტერესდება. სახე და სვანური გვარი, მე მგონი ეგეთი გვარი მეორე მეტი არ არის ჩოხატაურში და გააკეთოთ გოგოლესობაში ვინც არის. ამ ადამიანს არაერთი განცხადება აქვს დაწერილი თქვენთან გამგეობაში. უზარმაზარი რო შევხედეთ ალბათ რა გითხრათ ჩოხატაურის გამგეობის ხელა დაახლოებით ქვა არის სახლიდან რამოდენიმე მეტრში ზემოთ რო შევხედე 3 ცალი ესეთი იყო ერთი მოწყვეტილია და სახლს გვერდიდან ჩავარდა იმის ლოდები იქვეყრია საშინელი სანახავია და ყველაზე მთავარი რაც არის ამ ადამიანების სახლამდე არ არსებობს გზა აი რაზე ვსაუბრობ სახლში ვერ მიდის ოღონდ გოგოლესუბანი მითხარით ოდნობ ხო ოღონდ გზა არ არსებობს ისე კი არა რომ გაუვალი გზა კი არ არის ფიზიკურად გზა არ არსებობს და ამ ადამიანს აი ბოლო წერტილიდან სადაც მიდის გზა იქიდან ჭიდება დაახლოებით უიმე თქვენ ავალიანზე საუბრობთ ეს შუამაღლებაში ბატონო გურამ და იმავე ღამესვე იყო ჩვენი წარმომადგენელი იქ მისული იმხელა წყალი ჩამოდი იმავე ღამესვე ჩვენი წარმომადგენელი იმავე ღამესვე იყო სამხიდიანი მანქანა გამოვიძახეთ რომ ის წყალი რომელიც გადაყვანილია ქირით და რომელიც საკუთრებით გადაგზავნილია ასე გეტყვა სვანური გვარი არა ეს ავალიან ოღონდ ეს არ არის გოგოლესუბანი ეს არის შუამაღლების ერთ-ერთი უბანი გვერდი არის და არ არის პრობლემა კარგი, შემდეგ გავაგზავნებთ თუ შეიძლება რაიმე პროგრამას ბატონმა ირაკლიანაც ჩამოთვალეთ და როგორ გაკეთდა თუ შეიძლება თქვენ ბევრი ისაუბრეთ ბატონო. თეატრის მშენებლობა ძალიან მაგარი და ძალიან კარგია რომ თეატრი აშენდა, ახალი თეატრი და რაიონში უნდა იყოს თეატრი, უნდა იყოს კინო, უნდა იყოს კულტურის სახლი და უნდა იყოს გასართობი ძალიან ბევრი ახალგაზრდებს რაიონში ცხოვრების სრული არ აქვს. სხვადასხვა თანხმდებით, იმიტომ რომ ელემენტარული გასართობი არ არსებობს. არ აქვს არაფერი, არ არსებობს სტადიონი ნორმალური, არსად რომ გაერთონ თამაშონ ან რაღაცა, ან რაღაცა. კრიმანჭულის სკვერი ძალიან კარგია, კი ბატონო, ძალიან გამგეობის გვერდზე არა ჩვეულებრივია სკვერი დასასრულებლად გამგეობის თანამშრომლებისთვის. გამგეობის თანამშრომლებისთვის? ახლა იანეულიდან მან დამინდა რა ქვია, ზოტიდან არ ჩამოვარდა რომ დაისვენო. რამდენი ბავშვია იქ, სადაც Wi-Fi-ა ჩართული ფასო. ძალიან კარგია. მე ხო გეუბნებით მას, რომ რაც კეთდება, ის ყველაფერი კარგია. დაუნახაობა არის ყველაზე დიდი უმადურობა. აი, ამაში გეთანხმებით. რაც კარგი კეთდება, ეს უნდა დავინახო და უნდა თქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ გემოვნებთ, რომ ნუ დაავადეთ. ნუ რა ვიცი, ეს არის თქვენი ვალდებულება ხელისუფლების და უნდა გააკეთოთ აუცილებლად, მაგრამ ძალიან ბევრი. არა მხოლოდ გამგეობის გვერდზე, არამედ უნდა ყველა სოფელში ატრაქციონები უნდა ქონდეს ბავშვებს გასართობი, ახალგაზრდას უნდა ქონდეს რაღაცა იმედი, რომ ხვალდაზე ცოლი მოიყვანოს ან გათხოვდეს და ოჯახში იყოს ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ძალიან კარგი და ძალიან მაგარია, რომ აშენდა კულტურის სახლი იმაში, ხო, ჩოხატაურში. მაგრამ მარტივად შემიძლია გითხრათ რა, რომ მაშინ როცა ჩოხატაურის მოსახლეობის 70% არის მშიერი, მე მაგალითად რო ყოფილიყავ ხელისუფალი 2 მილიონს კულტურის სახლის მშენებლობაში არ დავხარჯავდი და 2 მილიონით ელემენტარულად გავაკეთებდი ზოტის, ან სურების, ან რომელიღაცა რასაც ოღონდ გზას რომ კაცი რო გახდება ავად და ცუდად რო გახდება და სასწრაფოს დავრეკავენ 4 საათის მერე რომ მიდის სასწრაფო. ახლა მე თქვენ მეტყვით რომ იცით მომაწეს ეს გზები კეთდება. თქვენ იგივე სამოვიდეთ 13 წლის წინ როცა აქვისხედეთ ჩვენ ერთად რომ 2 წლის წინ და არც კი მეგონა თუ ამდენ შევძლებთ. ეს გზები გაკეთდება ხო? რატო არ გაკეთდა ახამდე? აი კითხვას ვსვამ რა, რატო ვერ მიპასუხებ? რას ქვია ვერ გიპასუხებ? მაგას მევწყვეტ გიპასუხებ თუ ვერ გიპასუხებ? თქვენ გზების დაგასრულებაა. რა თქმა უნდა, პასუხი იქნება პასუხისთვის, მეტი არაფერი. მაშინ დარწმუნდება მაშინ პასუხისათვის იქნება, არა, ჯერ იმაზე ვასაუბრეთ, რაზეც უკვე ისაუბრეთ. არა, გააგრძელეთ შემდეგ, მაგრამ იმდენი საკითხი ჩამოწერეთ. ჩვენი ჩამოთვლის საკითხია ბატონო. ბატონო და ისინი მოჩამო. ხილის საწარმოო აშენდა ძალიან კარგია, უნდა აშენდეს ხილის საწარმოო, მაგრამ თემურ ჭკუასელის დამსახურება თუ იყო ხილის საწარმოოს აშენება, თემურ ჭკუასელის დასახელება თუ არის კულტურის სახლის აშენება, თემურ ჭკუასელის დამსახურება თუ არის დღეს ჩოხატაური ყვავის და ადამიანების ცხოვრება სამური, რატომ აღარ არის თემურ ჭკუასელი მაშინ კანდიდატი მიპასუხეთ რა? და რატომ არის ხოლოციაში? აი, მიპასუხეთ მაგასთან არ გამოდგა თუ კარგი იყო თუ ცუდი იყო თუ ასე შემდეგ რა. და რა ვიცი, უამრავი რაღაცები, პლაკატები, იმიტომ რომ უფრო მეტი დახეული, რომ რაოდენობა ჩემი პლაკატები იმდენი არ აქვს საშუალება და
ფინანსური რომ ბევრი დავერწო და ჩემი რაც იყო და თქვენი რაც იყო პროცენტულად ბატონო გორამ ფინანსურს ღერთვა მოგცეთ ფინანსურ საშუალებებს თქვენ არ უჩივით. ხარა მე პირადად არ უჩივი მაგრამ ეთერში დაადასტურეთ რუსთავი. მე პირადად მაგის უფლება არ მაქვს ეს გასაგები. მაშინ მე უნდა გიპასუხოთ ჯერ ერთი მადლობა იმისთვის რომ იმდენი რამ ჩამოთვალა ბატონო გურამმა გაკეთებული ჩვენს მიერ რომ ალბათ ბევრი გავრცობა ამაზე აღარა საჭირო. საუბარი აზია გურამ ბატონო იცით რომ აი როდესაც მაშინ გააკეთეთ განცხად ტყუილს აქვს ძალიან მოკლე ფეხი და შესაბამისად ასეთ ტყუილებს საერთოდ არ აქვს ფეხი ეთერის მიღმა უნდა გავყვეს რაც რაც შეეხება ოჯახებს რომლებიც მართლა ბევრი ყავს ასეთი 400-ზე მეტი განცხადება დაგვდა აი მე სიათ წამოგიღებ 165 ადამიანს გარდა იმ 14 ოჯახისა ჩვენ დავეხმარეთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფარგლებს სხვათა შორის თითქმის გავასამაგეთ არა ძიმე საცხოვრებელი პირობებში ზოგს 500 ლარი ცემენტი შეძლო ზოგს 2000 ესე არსებობს აგერ მე აღარ გადავხლით ამით გავასამაგეთ უფრო ზუსტად უგნებათ 2.7 ჯერ გავზარდეთ სოციალური პროგრამების დაფინანსება აი ბოლო 2 წლის განმავლობაში მაგრამ არ ყოფნის ეს რაც შეეხება იმას რომ გამგეობის ხაზგასმა გამგეობის გვერდზე სკვერის გაკეთებისთვის პოპულისტურია გურამ ბატონო იმიტომ რომ გამგეობის თანამშრომლები თუ ვინ ნახა გამგეობის თანამშრომლები საცალია გამგეობის თანამშრომლებს იქ მოსასწრებლად ის ადგილი იყო ნაგვის ბუდეთ ქცეული იქ იყო დამწვარი ყოფილი ბავშვთა თეატრი ნაგვის ბუდე და ეხლა არის რომელიც უნდა განვითარდეს გადასარევი ადგილი სადაც თქვენ ჩაატარეთ შეხვედრა ჩვენმა სხვა ოპონენტებმა ჩაატარა ჩვენ ჩავატარეთ იქ ახალგაზრდები მოდიან, უფასო Wi-Fi აქვს. ამ ზაფხულში ბევრი იყო გაოცებული და ბევრი იყო კმაყოფილი, ვინც ჩამოდიან ჩვენი გავშენებული. არა. რაც შეეხება თეატრს, ნატო დაგიდასტურათ, რომ ისე უხარიათ ადამიანებს, როცა 1969 წლიდან დაიწყო მშენებლობა. ამის პერიპეტიებს აღარ მოყვებით, თქვენ ალბათ თუ იყავით ჩინი ფაქტიურად დასრულებულია, თუმცა ერთად შევიდეთ. არა, ველოდებით არჩევნების წრეებში. არ გავხსნით, იმიტომ რომ ჩვენ არჩევნებს ეს ხომ არ უკავშირდება. ეს იყო 17-თვიანი პროექტი დიახ, თემურ ჭუასელის ძალიან დიდი პოლიტიკური ლობირების შედეგად. ეხლა რაც შეეხება თემურ ჭუასელს. კულტურის აღდგენა მე ვარ დაუბრუნდეთ და გითხოთ, როცა გითხარით რომ ეს გაცილებით ადრე დაიწყო, თქვით რომ პროექტი ნანახიათობ და ის თუ მაინც იცით, ის ტერიტორია ვის ეკუთვნოდა და როდის გახდა მუნიციპალიტეტის საკუთრება და რისთვის? თუ კი ეხა ამბობთ რომ მაშინ 2012-ში არ იყო და ეს შეკითხვა ჯობია ბატონ გურამს დაუსვათ, იმიტომ რომ სწორედ ბატონი გურამის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხარს უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ, მაშინ მოხდა ეს პერიპეტიები. რა და ის რომ ჯერ კომუნისტების დროს დაწყებული შენობა იქნა გაყიდული, მერე დანგრეული, შემდეგ ბანერის გამოფენა მოხდა, იქ თითქოს რაღაც უნდა შენებულიყო. მე ვიცი ერთი რა, რომ ტერიტორია დაგვხდა თქვენ მუნიციპალურ საკუთრებაში. რომელიც იყო ვასილ ჩიგოგიძის საკუთრება. მუნიციპალურ საკუთრებაში დაგვხდა ტერიტორია. დავიწყეთ შენებლობა პირველმა გამარჯვებულმა კომპანიამ მაპატიე ცილენგისთვის გადაგვაგდო, მაგრამ აქვე უნდა ვიცოდეთ, ისიც და მინდა ბატონო გურამ იცოდეს, რომ კაპიკ დაბრუნდა ყველა თანხა. კი ბატონო, ამაში უფრო მეტი 35,000 ლარის პირს საგამტეხლოც კი დავაბრუნებთ. იმიტომ რომ სწორად იყო ხელშეკრულება გაფორმებული, შესაბამისად არდი ჯგუფმა შეასრულა თავისი პირობა. უბრალოდ დავაზუსტე რომ ეს იცოდით თუ არა რომ ეს შენობა, ანუ ის ტერიტორია რომელზეც მე მაგაზე უკვე გაგეცით პასუხი. ზუსტად კულტურის სახელმწიფო სასაშენებლად გადმოეცა. მიწა იყო მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული, ჩვენ განვახორციელეთ გრანდიოზული მშენებლობა. რაც დარჩება თაობებში და გამოიწევს აქტოვანებას. შეიძლება დიზაინზე ვიღაცას მოწონდეს, ვიღაცას არ მოწონდეს, ზოგ არქიტექტორს მოწონს, ზოგს არ მოწონს, მაგრამ მან შეცვალა მოედნის გარემო. უფრო მეტიც ამან თეატრის მშენებლობამ და აშენებულმა თეატრმა ნატო გვაჩვენა, რომ მინდებარი ტერიტორია ითხოვს უკვე მოწესრიგებას. და დავიწყეთ სხვათა შორის ეს. აი ყოფილი პოლიკლინიკის შენობა. აი როგორ მოუხდა იქაურობას. იქ სკვერები გაკეთდება, გალამაზდება. ტერიტორიაზე, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არის კერძო მესაკუთრება, მათთან გვინდა მოლაპარაკებების წარმართვა. ჩოხატაურს ექნება თავისი პატარა პიაცა. ამას ჭირდება დრო, ამას ჭირდება თანხები და შესაბამისად ჩვენ კარგად ვმუშაობთ მთავრობასთან, ძალიან დიდი მადლობა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომ ჩვენ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არაერთ პროექტს გვიფინანსებენ. რაც შეეხება ბატონ თემურ ჭუასელს, ეს იყო პარტიის სტრატეგია, ის რომ თემურ ჭუასელთან ერთად ყოველგვარი პიარის გარეშე სხვათა შორის ბევრი რამ გაკეთდა, მის ზუსტად
აი უნდა გავმიჯნოთ ჩვენ რა არის დეპუტატის მოვალეობა. დეპუტატის მოვალეობა არ არის ის, რაც თვითმმართველობას ავალია. მაგრამ ამ საკითხებში ლობირება გზების დაგება, თქვათ რა ესეთი რა თქმა უნდა, მომარაგების საკითხი. ამისთვის არის თვითმმართველობა. ამისთვის არის თვითმმართველობა, მაგრამ ის რომ თვითმმართველობას, რადგანაც ეს სისტემა გვაქვს, რომელიც 2020 წლიდან ასეთია შეთანხმება ხომ აღარ იქნება ამ ქვეყანაში. ამას აქვს თავისი პლუსები, თავისი მინუსები, ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თუმცა ყველა დეპუტატის კანდიდატი, მათ შორის ბატონი გურამიც ზუსტად იგივეს პირდება, რომ წყალი იქნება, გზა იქნება და გასაგებია, ამიტომ ამ საკითხების ლობირება არის დეპუტატის უშუალო ფუნქცია. შესაბამისად, თუ რაც შეეხება ცვლილებას, ეს პარტიის სტრატეგისტება, ამაზე პასუხი საწერია რომ მაგათი ფუნქცია ამ საკითხების ლობირება. არა, ლობისტები ყველა ამერიკის სენატში, კონგრესში, ყველა საქმეს ყავს თავისი ლობისტი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი. არ მეთანხმებით, რომ დეპუტატის უფლება მოვალეობა არის კანონების მეტად. ეს არის უპირველესი კანონშემოქმედებით საქმიანობა, ეს არის, მაგრამ რაც შეეხება სტრატეგია იყო ეს ასეთი და ამ კითხვაზე, თქვენს კითხვაზე თემურ ჭკუასელთან დაკავშირებით, ცვლილებასთან დაკავშირებით, ჩვენმა პრემიერმა გასცა ძალიან ამომწურავი პასუხი ჯოხატაურის რომ ერთი თვე თითქმის საარჩევნო კამპანია ჩაატარა. ბატონი თემური არის გამსვლელ სიაში და შესაბამისად თემურ ჭკუასელიც იქნება პარლამენტის წევრი, ნინო წილოსანიც იქნება პარლამენტის წევრი, არჩილ თალაკვაძეც იქნება პარლამენტის წევრი და შესაბამისად გურიას ქართული ოცნება ძალიან ღირსეულად წარმოადგენს მომავალ პარლამენტში. ისე როგორც 60 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ღირსეულად. ზვიად ყვაჭანტირაძის გამსვლელ სიაშია. ბატონი ზვიად ყვაჭანტირაძე თავისთავად უმრავლესობის ლიდერი იყო. ქალბატონი ნინო გოგუაძე გურიას გვეყოლება ძალიან კარგი ჯგუფი. გამოცდილი და ახალგაზრდა ადამიანების. მოგეწონათ, აი როგორც ჩვენთვის ეს იყო რომელიც წლების განმავლობაში ბატონ თემური ჩვენთვის ეს იყო დიდი სირთულის შემქმნელი. იმიტომ რომ ჩვენ დაგვჭა შესაბამისად ახალ კანდიდატთან ერთად, ძალიან ღირსეულ კანდიდატთან ერთად, ნინო წილოსანთან არასრული 4 კვირა საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. არა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა შემთხვევაში სტრაპერებიებმა გასცა პასუხი რომ თემურ ჭკუასელი პიროვნულად. ხო, აი, როდესაც ადამიანებს ეუბნებოდით, რომ აი თემურ ჭკუასელს მიეცით ხმა და ნუ 3 დღის მერე მოგიწიათ მასთან მისვლა, რა თემურს კი არა უნდა მისცეთ ნინო წილოსას. ეს თქვენთვის პიროვნულად რთული. ნინოზე ვარ გადაწყობილი. ნატო. ასე აბა პოლიტიკაში უნდა გადაეწყო. პოლიტიკა ითვალისწინებს ზოგჯერ ფორს-მაჟორ სიტუაციებს. თქვენ პირად ვთქვათ, თქვენთვის ეს იყო თუ არა რთული? კი, რთული იყო. ადამიანურად რთული იყო. კიდასტური, ადამიანურად ყველასთვის რთულია ეს. და ის მომხრე იქნებოდით ბატონი თემური დარჩენილი, ხო? თქვენთვის აზრი რო ეკითხათ, მე მგონი კი არა და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება იცის ბატონ თემურ ჭკუასელმა, თუმცა ჩვენ ხონდა ძალიან აინტერესებს. არ არის ეს ახლა ეს თემა. თემურ ჭკუასელის პარტია კანდიდატად აყენებს ადამიანს. კი ბატონო, მაშინ გიპასუხებ. მეუბნება რომ ძალიან კარგი კანდიდატია პრემიერის სიტყვამ წარდგენა არ ჭირდება და ის არის ღირსეული ადამიანი და ნუ ერთ თვეში დაახლოებით იგივე სიტყვებით უკვე სხვა კანდიდატს წარმომიდგენს და ისე რომ არც კი არა იგივე სიტყვა ახსნა ზუსტად ახსნა რომ თემურ ჭკუასელი არის ძალიან ცნობადი სახე საქართველოში ახსნა ჩვენთან ჯოხატაურში ბატონმა კვირიკაშვილი ძალიან მცირე მასალა არა ასე ძალიან მცირე მასალა რამდენი ადამიანი ესწრებოდა 1500-მდე 1500 ადამიანი ესწრებოდა კახი კალაძემ როდესაც წარადგინა ნინო წელოსანი ბატონ გურამ დაგჯერა არა დააჯერა მაგას და ბატონო დავითვალეთ და უყურებდი ჩვენს და რა ვიცი არა რაოდენობაზე არა შეგულობა არაჩვეულებრივია თქვენი მომხრევი დაითვალეთ რომელიც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენების შესაბამისად სულ უფრო მცირდება ჩვენ ჩვენსაც დავთვლით და დაფვლილი გვაქვს უკვე თუმცა კახი კალაძემ მედით პირდაპირ ეთერში წარადგინა სხვა შეკითხვა გაქვს საინტერესო რაიმე ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება არა კითხვა გაგეცო ჩოღატაურის გაგეცო დეპუტატის ორხმაში არა თქვენი პოლიტიკური სიმპათიები ბატონი გურამისმა ცნობილია მაგრამ ორხმაში შევამიტეთ პოლიტიკური სიმპათიები თქვენგან გასული არჩევნების შესაძლებლად თქვენი პოლიტიკური სიმპათიები ცნობილია ბატონ ირაკლი მასა ბევრ ამას ამბობენ ამბობენ ხო თორემ იმასაც ამბობდნენ რომ თემურ ჭკუასელი თან არ ქონდათ კაი ურთიერთობა და სულაც ამას ამბობენ კი მაგრამ ეს არ დასტურდება აი ნახეთ ჩემი გამოსვლების ჩანაწერები როცა ბატონ თემურთან ერთად ვატარებთ საარჩევნო კამპანიას იგივეს ვაგრძელებ ეხლაც ამას ამბობენ მაგრამ ეს ტყუილია Facebook-ის კედელიც გადავამოწმე და გაცილებით უფრო მეტად აპიარებთ ნინო წილოსას ვიდრე თემურ ჭკუასელს იმიტომ რომ მაშინ იმდენი შეხვედრა ჩატარებულიც არ იყო დღეს
უпроსოდ ამ პერიოდში ჩვენ 7-8 შეხვედრას ვატარებთ. შესაბამისად, ჩემ Facebook კედელზე ამ პროცენტული თვალსაზრისით შეიძლება მე ჯერ იყოს ასახული. გასაგებია. ბატონო გურამ, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მოიგებთ არჩევნებს? მე წინა გადაცემაში ვკითხე და ძალიან ხშირად მოგიწევთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ეხლა ცოტა სხვანაირად მინდა გკითხოთ. თქვენ გუნდს მხარდამჭერა საზოგადოებაში საკმაოდ შემცირებული აქვს, მით უმეტეს ბოლო დროის განვითარებულ მოვლენებს თუ ავიღებთ და ბიძინებენ შუანებდოდით კი მოგიწვნათ. ხო, ბატონ ბიძინას ანეკდოტები უყვარს ძალიან, ყველა რო იცოდეს უფრო კარგად უკეთესი იქნებოდა. რაც შეეხება იმას, რატომ არ მოიგოთ, რატომ გამარჯვეთ ჩვენ, პირველ რიგში ვერ დაგეთანხმებით და ვერანაირად რომ ჩვენი ბლოკის ხარდამჭერების რაოდენობა შემცირდა, არანაირად შემცირებული არაფერი, პირიქით, ადამიანების რიცხვი ყოველდღურად მატულობს და რა ვიცი, თუ ტელევიზიაზე ვაკვირდებით მოვლენებს, მე მგონი დაინახავთ, ბოლო 3 დღეში განსაკუთრებით. როგორ იმატებს ეს ყველაფერი, რაც შეეხება იმას, რატო უნდა გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის სულ ცოტა 80%-ს წელში აქვს ამოსული ის, რაც ხდება ქვეყანაში, ადამიანების 60% დაახლოებით შიმშილობის ზღვარზე არის მისული და ამ ადამიანებს არ აქვს ლუკმანპური. ის, რაც ხდება დღეს ხელისუფლებაში და 4 წლის განმავლობაში, რაც ხდებოდა ხელისუფლებაში, ამას ყველანი ძალიან კარგად ხედავთ, ხო? 400 მილიონი პრემიებში და დანამატებში, უმოქმედობა, ახალი ჯიპები, რა ვიცი, უამრავი რაღაცები კიდე რა, რომელი ერთი ჩამოვთვალო და სულ საუბარი იმაზე, რომ იცით რა, ეხლა ვერ შევძელით მომარტყეს იქნება კარგად. ძალიან ნაცნობი სიტუაცია არ გეცნობათ, ნაცნობი მოძრაობის დროსაც ასე იყო და სხვათა შორის თქვენმა ოპონენტმა ნაცნობი მოძრაობიდან წინა გადაცემაში ისიც კი აღნიშნა, რომ გურამ ჩალაგაშვილს ხმა იმიტომ არ უნდა მისცენ, რომ მან ძალიან მარტივად შეიცვალა პოლიტიკური ორიენტაცია. ეგეც საინტერესოა. რამდენიმე ხნის წინ სულ რაღაც 6-7 თვის წინ ადამიანებს ეუბნებოდით, რომ მე მიეცით ხმა ნაცნობი მოძრაობას. ეს ამაზე მე დამატება გავაკეთე არაერთხელ. მე ამაზე გამარტება გავაკეთე არაერთხელ უკვე. აქედან გავნია როგორ ფიქრობთ საზოგადოებამ ენდობათ, იმიტომ რომ 5 თვის წინ სხვა რამეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინ არის საქმის გამკეთებელი და ვინ უნდა გაკეთოს საქმე. საზოგადოება ზოგადად გაიზარდა არჩევნების კუთხით ვიძახი და ის მეთოდები, რასაც დღეს მიმართავს ჩემი ოპონენტები, ხო, ნუ 1-2 ალბათ დაახლოებით, და იცით ვიზეც მაგ საუბარი. ძალიან ასე ვთქვათ, თუნდაც სახელმწიფო გუნდი, თუნდაც მათი სატელიტი კანდიდატი, დამოუკიდებელი კანდიდატის ფულები ჩამორიგება და ასე შემდეგ. საზოგადოება გაიზარდა ძალიან კარგად. სატელიტი თქვენ ორი დაასახელეთ წინა გადაცემაში, ხოლო ალბათ ამ კითხვებზე გასცემენ თავად კანდიდატებს. და ასე შემდეგ. ხას ადამიანებმა ძალიან კარგად იციან რა უნდა. ჩემს ხარდამჭერას ადამიანების ხმებს ყიდულობენ და ძალიან კარგად იციან მან. მათ შორის ერთი შემთხვევით ჩვენი კოორდინატორიც მოხდა ამ სიაში, რომელიც ასე ვთქვათ დაღემებული სახით ვიყვებოდა ამ ყველაფერს და თქვენმა კოორდინატორმა თანხა მიიღო სხვა პარტიის შესთავაზეს. და ვინ შესთავაზა, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ? გაკითხეთ ხარდამჭერები. ეს ხო დანაშაულია. დანაშაულია, მაგრამ ნუ ახლა ამას საჭირდება ვიდეო მასალა, ფოტო მასალა, რაღაც გავსილე ახლა. ხო, ისე ასე ვთქვათ, ასე დამზადებული ჩართული კამერებით არ დადიან ახლა კოორდინატორებს, რომ მაგას დავალებას ვერ უწევენ ჩართული კამერებით დიან 24 რეჟიმში. ხო და ნუ ფაქტია, რომ ვერ მოახერხა და ნუ ეს არის სამწუხარო, რომ ვერ მოახერხა, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანებს ელემენტარული შეურაცხყოფა უნდა მიაკენოს საერთოდ კანდიდატმა, რომ იცი რა მე შემოგცემ ფულს თუ მომცემ ხმას. ეს ფული, რომელსაც არიგებენ ეს ადამიანები, თუნდაც სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები, ეს ფული სულ ყველა არის თითოეულ ჩვენთაგანი ჯიბიდან ამოღებული ფული და ეს არის ხალხი დამოპარული ფული. ვერავინ ვერ დამარწმუნებს ახლა მე იმაში, რომ ამ ადამიანებს ისე გული შეტკივა თითოეულ ჩოხატაურზე, ლანჩხუთებზე, ან მოზრგეთის სოფლების წარმომადგენლებზე, რომ ამ ფულებს შუქნიან ისე, რომ ახლა ეს თქვენ გქონდეთ და გამაყენეთ ოჯახში, ოღონდ ხმა არ მოხდეთ. თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული. აკეთება იმიტომ რომ ამ ადამიანებმა არა საბიუჯეტო თანხები არ ჩაშოშია და თავიანთ თანხებს არიგებენ ალბათ იმ ფულს რომელიც ასე ვთქვათ სესხად აიგეს ბატონი ბიზნეს ბანკიდან ქართულ მოსდემა იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდა დაფინანსება არ აქვს და გვანახეს ყველა 80 მილიონი არის ეს სესხის ბატონი ბიზნესგან ესეც არის ძალიან კარგი პრეცედენტი გამჭვირვალეობის სხვათა შორის 9%-ში არის ბატონი არის სხვა ბანკებში და 11%. სწორედ იმიტომ. მეტი სარგებელი? არა, ქართულ ბანკს ეს არის გამჭვირვალობის ბიზნესმენები ბატონი არის 9%-ში სხვა ბანკებში და 11%-ში განსხვავებით იმისგან რომ თქვენი ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობს. აბა ახლა ხელისუფლებაში ვერც მოხვალ ბატონი გურამ პოლიტიკური ძალის შემთხვევაში სულ რაღაც ეტყვირაში ამას დაინახავთ ვინმე კი, ნამდვილად ვერ მოხვალთ
პირობულად კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მაგრამ თქვენ ხელისუფლებაში ვერ მოხდა. თქვენ გაქვთ ბარიერის გადალახვის პრობლემა. თქვენთან რა მაგნო ეგ ჯერ კიდე საკითხავდა. თქვენ წერან თქვით, რომ ჩვენი ხმები უკვე დათვლილი არისო და უკითხით გიყვას რას ნიშნავს? ანუ ვერა თქვენ ხომ იცით ტექნოლოგია როგორია? კარდაკარს გულისხმობ. გამოკლებულ 11 კომპანიას ვატარებთ. ბატონო გურამ და ამ ხრივ თქვენზე გაცილებით მეტი გამოცდილება, რასაც ვერ ვიტყვი სხვა სფეროში. ამიტომ სხვადასხვა პარტია იყო. თავის მათ შორის ნაციონალიზმს. ეს იყო ეროვნული მოძრაობის დროს EDP, გაყოფილი სახალხო და ამის შემდეგ ვიყავი პარტიო, იცით თქვენ ახლა ფასტოვიდან მოვყვეთ და გვარ 3 წელია სამჯერ ზედიზედ არჩეული ნაციონალური მოძრაობა. მეცაც გეტყვით 2020 წელს ვიყავი შტაბის თავმჯდომარე პარტიო. ანუ როგორც ამ საქმის კარგი მცოდნე. 2004 წელს მხარდამჭერი კი არა, შტაბის თავმჯდომარე ვიყავი საპრეზიდენტოზე. ეს რას ნიშნავს? ამ ხას არ უჭერთ, მაგრამ შტაბს მეტიც მეთქი ეს თქვი. მეტიც თქვი, აბა. თუმცა ხარს უჭერთ. და აი ეს ამ დათვლაზეა გულისხმობთ ამ დათვლებს. კარგია, ასე მაგალითად. აი მაგაზე არ გიპასუხებთ ჯერჯერობით, თუმცა რატომ მოვიგებთ არჩევნებს, ის შემიძლია გითხრათ. კი ბატონო. ჯერ ერთი იმიტომ მოვიგებთ ამ არჩევნებს, ქართული ოცნება და ამაში დარწმუნებულია არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, ყველა ის დამკვირვებელი, გარედან ბევრი დამკვირვებელი იყო ჩვენი მეგობრების სახით და არაკეთილ მსურველების სახითაც, მათ შორის, რომ ხელისუფლებამ დაიბრუნა ადამიანური სახე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის ძალიან მაღალი რეიტინგით. ჩვენ გვყავს ეფექტური მთავრობა. ხელისუფლებამ დაიწყო ადამიანის მთავარ უფლებაზე, სიცოცხლის უფლებაზე ზრუნვა. ეს გამოიხატება სწორედ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, C ჰეპატიტის აღკვეთის პროგრამით. ამის გარდა მომავალზე დაიწყო ზრუნვა, რაც გამოიხატება განათლების სისტემაში უკვე განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტებით, ის რომ საბავშვო ბაღებში უფასო უსახურება მინარევს, ის რომ მშობიარობა უფასო და დემოგრაფიული სიტუაცია, რომელიც უმძიმესია საქართველოში ჯერ კიდევ, ამის შეცვლაზე დაიწყო ზრუნვა. გარდა მაგისა, თავარი, აი შეკვეთა რაც იყო ჩვენი ელექტორატის, ადამიანები თავისუფლად სრულთავენ. არ ეშინიათ ადამიანებს, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს თავისი აზრის გამოხატვა. ეს არის მთავარი მონაპოვარი მე ჩემი სუბიექტურ აზრს მოგახსენეთ. და კიდევ ერთი, ჩვენ ახლა გვყავს ძალიან ახალგაზრდა, ენერგიული კანდიდატი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე დრო ქონდა, მე ახსენე რომ 7-8 შეხვედრას ვატარებდით ჩვენ სოფლებში, ჩვენ ეს შეხვედრა საჯარო შეხვედრები დავასრულეთ, მაგრამ ახლა ვიწყებთ კიდე შემოვლას, მან თავისი გულწრფელობით, თავისი ენერგიით და მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მაღალი კომპეტენციით მოხიბლა ჩოხატაური. და რომელსაც რომის კომპანიის პროკურატურა 65 მაგასაც უგნებავთ გეტყვით. მოხიბლა ჩოხატაური ის გახდა ჩვენიანი და ჩოხატაურლები თავისიანებს არ ღალატობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნინო წილოსანი ამ არჩევნებში გაიმარჯვებს. კი ბატონო, მე წარმატებებს გესწრაფ დიდი მადლობა. ესა ბოლო რეპლიკა შეგვიძლია და დავასრულოთ, იმიტომ რომ ჩვენი კაცები კითხვა მაგ ბატონო თქვით ახლა გამგებელი ბრძანდებით ამ ადამიანს გვერდით უდგეხარ დაყვებით ყველა შეხვედრაზე და აი როგორ წარმოგიდგენიათ რომ ხელისუფლება ადამიანს, რომელსაც ედავება 65 მილიონზე მისი ოჯახის ყველა წევრი არის გირაუდით ეს გამოშვებული, ამ ადამიანს ეუბნება რომ თანმე იყოს ხელისუფლებიდან კანდიდატი, არა ამუშავო ჩოხატაულა აჩხუბ იქნება ეს თუ ამუშავება აქვს. აი მე იმას კი არ გეკითხებით, დანაშავი არის ხალხო ნინო და მისი ოჯახი თუ არა დანაშავი. როგორ წარმოგიდგენიათ ან მე სიმართლე გითხრათ ძალიან ბევრი კითხვები მაქვს ამასთან დაკავშირებით რა და რატომ გააკეთა ხელისუფლება ესეთი რაღაცა რომ ედავება ადამიანს 65 მილიონს ეს ხო არა სექსუალური ნახევარი და ამ დროს ამ ადამიანს უნდა თავმოწახულია და მოიგო უნდა არჩევნები. არა, ადამიანს არ ედავება. ის დავა არის კომპანიასა და მაგრამ მე კიდევ ვამბობ დარწმუნებული ვიყავი რომ თქვენ ამ საკითხს შეეხებოდით მე არავის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ ჩემთვის აი როდესაც დავინტერესდი ამ საკითხს ჩემთვის იყო აი კიდევ ერთხელ დასტური იმისა როგორი ხელისუფლება მოვიშორით. აი მინდობილობა რომელსაც აწერს ხელს ერთმა განათლებს მისული ბატონი კახა ბენდუქიძე, ვინმე ბაკურაძეს გადასცემს მინდობილობას რომ მან ხელი მოაწეროს
ბადრი წილოსანის საკუთრებაში არსებულ ელექტროვაგონს შემკეთებლის აქციათა 42%-ის სახელმწიფოსათვის უსასყიდლო ჩუქების ფორმით გადაცემის ხელშეკრულებას. აი ეს ასე ნაციონალები ასე მუშაობენ. მაგაზე შეიძლება ეს იყო პრობლემების შექმნის სათავე 65 მილიონს პრობლემების შესაბამისად ამას გაარკვევენ სამართალდამცავები და ხელისუფლება ედავება. აი ეს არის დაწყებული. ღებანდელი ხელისუფლება 2004-ში. აი ნახეთ. 2008-ში აგვისტოში. არა, ეს დათარიღებული 2008-ში. ეს მაგრამ 2004 წელიწადია. კი, 2004 წლის 8 მერვე თვეს. ცნობილი ამბავი, ეს არ არის სალაპარაკო. ეს არ არის. ეს არ გაინტერესებს. აი ამაშია საქმე, რომ ყველა მხრიდან მიდის ცდელობა. ყველა მხრიდან მიდის ცდელობა, რომ ამ ადამიანს, რომელიც წარმატებულია, რომელიც იმარჯვებს, კითხვა დავსვით სხვა, რომ ღებანდელი ხელისუფლება ედავება 65 მილიონს. საქმე აღძრული არის თქვენი ხელისუფლების დროს მეთქი და როგორ წამოიღება არა ადამიანს, არავედ კომპანიას, რომლის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ბატონო გურა, ხომ გიპასუხეთ? თქვენ კიდევ გემეორებთ. თქვენ ამით ინოს უკეთებთ კიდევ უფრო მეტ რეკლამას. ვიცი, ძალიან კარგი ადამიანია შეიძლება როგორც თქვენ ამბობთ, მეთქმა ისე როგორც ჩვენ კიდევ ერთხელ გიდასტუროთ შესაძლებელი მარტივად რა რომ აი რატომ მე მესმის ანუ თქვენ არა არჩევანი ორია სასამართლომ თუ გაამართლა ქალბატონ ნინო და მისი კომპანია ესე იგი პროკურატურა დღევანდელი ხელისუფლების არის კომპანიასთან საუბარი და არა პიროვნებას კანდიდატთან მის საარჩევნო კამპანიასთან იმას რომ ირაკლი კუჭავა და შემშტაბს გადაუხადო მისი თავმჯდომარე ძალიან მაგარი კაცი ზალის ხელმძღვანელობით რომელიც ძალიან წყობრად მუშაობს და შესაბამისად ოპოზიციურ პლანზე ნახეთ რა ხდება. იქნება დღეს ჩვენ. არა, არ გაინტერესებთ შეფასებები პარტიის თავმჯდომარეობა ოპოზიციურ პლანზე, მე ასეთი რამ არ მინახია. რაც ხდება დღეს? ბატონ გურამს ეს არ ეხება, რა თქმა უნდა. ერთი პარტიის თავმჯდომარე, მეორე კანდიდატის შტაბის თავმჯდომარეა, ერთი პარტია დაყვება მეორე პარტიას. ნაციონალური მოძრაობები ასევე მუშაობენ ერთ კანდიდატზე, როგორც ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი იტყოდა, ვისი ვიოლინო ვის როიალშია ვერ გაიგებ ოპოზიციურ პლანზე. შესაბამისად ამ დროს ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი შტაბი წყობრა ჩამოყალიბებული სტრატეგია დამარჩენებში ვიმარჯვებთ. ჯვარი წერიათ თქვენ გამარჯვებამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონმა გაკიჩხაიძეს რომ ქართული ოცნებისგან არჩეული და მოქმედი წევრები ეხმარებიან საკრებულოს წევრები. ამას როგორ ხსნით? ამაზე ხო ვის გულისხმობთ? იგივე თქვენმა კოლეგამ რა გვარია ურუშაძე ხმა ვერ ამოიღო. მისი ერთ-ერთი IP-ის ხელმძღვანელი არის ოფიციალური. ამაზე ეს ხო გაირკვა. გულიანი უსმა გაარკვია. უზარმაზარი საკ ბანკი. მე იქირავა. მე რა, აი ეს არის, ეს გიკვირ ბატონო. საკრებულოს წევრები არის. აი ეს გიკვირ. ქართული ოცნების არც ერთი ქართული ოცნების არც ერთი. კი ბატონო, ქართული ოცნების არც ერთი. ძალიან დამავალეთ რა. ძალიან არ ვიცი. აი ეს გიკვირ. ეს ადამიანების თავისუფლება გიკვირ ბატონო. მე რატომ ბანერი როგორ დავაყო? იმიტომ გიკვირ რომ თქვენ ხელისუფლების მეხოთმე იყო ის ხელისუფლება რომელმაც ჩარაგაშუს აი ბანერი ვერ გააკრა ვერსად იმიტომ რომ ყაბელგან აკრძალულია ყველგან ბატონო მიაჩილოგიძის საკუთრებაში არსებული ორფანჯარაძე ყო გამოყოლ უნივერსიტეტში სხვას ვერ ვეკარებ ოპოზიცია ხარ და არა წადი ყველა გააგრძელოთ ფოტოშოუს თქვენ შეგიძლიათ თქვენი პოზიციები უფრო მყარად დაიცვათ ყველა კანდიდატები არიან თუ ბატონო ხვალ არის ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ოლქში დარეგისტრირებული ყველა კანდიდატის საერთო დებატი და ბატონ ირაკლისგან ავიღებთ გარანტიას რომ ხალბატონ ნინო მოვა ხვალ დებატებში. არ ვიცი ჩვენ შევთავაზებთ. მე ამის შესახებ მხოლოდ ეხლა ეთერის დაწყების წინ შევიტყვე და ამაზე პასუხი არ ამბობს. ხალბატონმა ნინო მიცის და ჩვენ ველოდებით პასუხს მათ აქვს ყველა კანდიდატს აქვს საშუალება მათი ორ-ორი მხარდამჭერი წამოიყვანოს და მათი პოზიციები უფრო მყარად დაიცვან. ამიტომ ნახოთ რა იქნება ჩვენ ერთმანეთს არ ვემშვიდობ უბრალოდ რამდენიმე წუთით ვემშვიდობებით მალე შევხვდებით ერთმანეთს ცხელი დებატებით ამჯერად ერთმანეთს აკაკი ხაიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაუპირისპირდებიან დაგველოდებით.